რამდენიმე საათის წინ პოროშენკოს ოლიგარქიულმა და ტოტალიტარულმა რეჟიმმა და მისმა სპეცდანიშნულების რაზმებმა დააკავეს საქართველოს პრეზიდენტი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი. მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება არის ივანიშვილისა და პოროშენკოს ოლიგარქიული რეჟიმების შეთანხმებული რევანში თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი და უკრაინელი ხალხების წინააღმდეგ. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება ხდება რუსეთის ფედერაციის დაუფარავი მოთხოვნის საფუძველზე. და სწორედ ამიტომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გადადის მოქმედების საგანგებო რეჟიმზე და აცხადებს გადამწყვეტ ბრძოლას საქართველოსთვის და მოუწოდებს ყველა საქართველოს პატრიოტს, უკლებლივ ყველა საქართველოს მოქალაქეს, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს თავისუფლების იდეალები, გამოვიდეს ხვალ 2 საათზე რუსთაველის მეტროსთან და მონაწილეობა მიიღოს ღირსების მანიფესტაციაში. დიახაც, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იწყებს გადამწყვეტ ბრძოლას საქართველოს გადასარჩენად. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გადადის ამ წუთიდან საგანგებო მოქმედების რეჟიმზე. ხელისუფლება ოლიგარქიული მმართველის სახით შემოვიდა დაპირისპირებაში ქართულ ხალხთან და ეს გამოწვევა არის მიღებული და ხვალ კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ ველოდებით ყველას, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს მომავალი, ვისთვისაც ძვირფასია ამ ქვეყნის სუვერენიტეტი, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება და დამოუკიდებლობა, შევიკრიბოთ 2 საათზე რუსთაველის მეტროსთან და მივიღოთ ამით მონაწილეობა ღირსების მანიფესტაციაში. დანარჩენ გეგმებთან დაკავშირებით ბუნებრივია პერიოდულობით ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საზოგადოებას ჩააყენებს საქმის კურსში. ეს არის მართლაც გადაჭარბების გარეშე გადამწყვეტი ბრძოლა. რუბიკონი გადალახულია, რუბიკონი გადალახა ოლიგარქმა ივანიშვილმა, რუბიკონი გადალახა ოლიგარქმა პოროშენკომ, გამოწვევა მიღებულია წინ გამარჯვებისკენ. დიდი მადლობა.